მოგესალმებით. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების მიზნით წარმოგიდგენთ 2022 წლის 20 სექტემბერს ნიუ-იორკში სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომაზე ხელმოწერულ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთობის აღმოჩენის შესახებ კონვენციას. კონვენციის გაფორმება ძირითადად განპირობებულია სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო კუთხით ურთიერთდახმარების სურვილების მისწრაფებით. ძირითადი მიზანი არის, რომ იმპლემენტაცია მოხდეს საკმაოდ ზოგადად ნებისმიერ სახელმწიფოს შორის საკონსულო ურთიერთობები რეგულირდება იმ უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებით, როგორც არის და სამი წლის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ. ბული პრაქტიკის შესაბამისად შესაძლებელია, როგორც რეგიონალური ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ისე სახელმწიფოებმა დამატებით კონვენციის უკეთესი იმპლემენტაცია ის მიზნით გააფორმონ კიდევ სხვა ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებები. ერთ-ერთი საილუსტრაციოდ არის სწორედ ის, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. ძირითადი მიზანი არის, რომ საკონსულო სფეროში თანამშრომლებში სახელმწიფოებმა, წევრმა სახელმწიფოებმა ერთებს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება საჭიროების შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან, როგორც მათ შორის მოქალაქეების სხვადასხვა პრობლემურ თემებთან დაკავშირებული საკითხები, რაც ზოგადად საკონსულო დახმარების აღმოჩენის მიზნით ხორციელდება. და სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებს გაუწიონ საათრების შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც მათ არ აქვთ დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, წარმოადგინონ ერთმანეთის სახელმწიფოები, მათ შორის გამარჯობა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს არ არის პირველი კონვენციის ფორმდება. მოქმედი კონვენცია, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს შევიდა ძალაში, არის დღესაც, ასე ვთქვათ, აქტუალური, თუმცა გარკვეულმა გარემოებებმა დააყენეს დღის წესრიგში საკითხი, რომ ახალი ხელშეკრულება დადებულიყო მხარეთა შორის და ცხადია, რომ ეს ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს გულისხმობს, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ უკვე მოქმედი ხელშეკრულება ჩანაცვლდება ამ ახალი ხელშეკრულებით. პრინციპში ეს არის მოკლედ მომეხსენებინა, თუ იქნება დამატებითი კითხვები, მზად ვარ, რომ გიპასუხოთ. მადლობა. კითხვები თუ გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კითხვები არ გვაქვს, თხოვთ დავბრძანდეთ. საკითხი განხილულია. დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი ქაუტონი, თხოვთ ქაუტონი. წარმოგიდგენთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი გულისხმობს შემდეგს. პრინციპში ერთი მუხლია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც არსებობს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ, ზემდგომი დოკუმენტი, გენგეგმა ან განაშენიანების რეგულირების გეგმა, როგორც ასე ერქვა ძველად, დღეს მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტი ვალდებულია ქვემდგომი დოკუმენტი შეათანხმოს სივრცის სააგენტოსთან. ამიტომ ამ ვალდებულების გაუქმება არის შემოთავაზებული ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ გენგეგმაში დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს გენგეგმით დარეგულირებული ტერიტორიის რომელიმე უბნის განაშენიანება. ფაქტიურად მუნიციპალიტეტები წლებია ამას გადიან, უკვე თვითონაც კარგად არიან მობილიზებული და იმ შემთხვევაში თუ ამ კონკრეტულმა ქვემდგომმა დოკუმენტმა მოითხოვა ზემდგომი დოკუმენტის ცვლილება, ამას აუცილებლად დაჭირდება ისევ ჩვენთან შეთანხმება, სივრცის სააგენტოსთან. სულ ეს არის. ეს დეცენტრალიზაციის ნაწილშიც წაადგება, ასე ვთქვათ. პრინციპში სამსჯელოც ბევრი არაფერი არ ექნება, იმიტომ რომ ზემდგომი დოკუმენტი არეგულირებს. აი, რუსთავის მაგალითი რო ავიღოთ, ხო, უფრო მაგალითით ვილაპარაკებ. მაგალითად, რუსთავს აქვს დღეს გენგეგმა. რუსთავის ერთ-ერთი უბნის დეტალური გეგმის დამტკიცებისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტს უწევდა ორი საფეხურის გავლა გრძელვადიანი, ჯერ კონცეფციის შეთანხმება სივრცის სააგენტოსთან, რომ რამდენიმე თვიანი პროცესია, ხოლო შემდგომ უკვე თვითონ გეგმის წარდგენა. ეს პროცესი დროში პროცედურის გამო გაჭიანურებული იყო და ეხლა მუნიციპალიტეტს თვითონ შეეძლება ზემდგომი დოკუმენტის საფუძველზე მიიღოს ქვემდგომი დოკუმენტი. აი სულ ეს. დიდი მადლობა. კითხვები არ გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ხო, დავბრძანდეთ, საკითხი განხილულია. ბატონ ბეჟანსკოლა, ბოდიში. ხო, ბატონ ბეჟანსკოლა. გალოდონინო, გენგეგმა ერთია, მაგრამ გენგეგმაში არ არის გაწერილი კოეფიციენტები ამა თუ იმ ობიექტზე. როგორ არ არის? არ არის გაწერილი. კი, ნამდვილად არის. კოეფიციენტს ქვემდგომი დოკუმენტი ვერ გაზდის. გენგეგმაში არის კოეფიციენტები აუცილებლად. სხვაგვარად, აი ბაკურიანის გენგეგმის მაგალითი რო ავიღოთ. კოეფიციენტები გაწერილია. სიმჭიდროვე ყველაფერი გაწერილია, საიდან უნდა მივიდა, როგორი კომუნიკაცია. გასაგებია, გავი.
რო აქვს კითხვები არ არის, თქო დავზარდ კალბატონინო საკითხი განხილულია. შემდეგიც ჩემი. კი. თქოთ მაშინ დღეს ესე იგი გათვალისწინებულ შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინოთ ეს კანონი. წარმოგიდგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მოსმენით, ანუ მნიშვნელოვანია, რომ იცით თქვენ დღეს მოქმედ სამართალდარღვევათაში სამართალდარღვევები დიფერენცირებულია ორგვარად. ანუ ნაკლები სიმძიმის 500 ლარიანია და შედარებით ასე ვთქვათ კოდექსი რასაც განსაზღვრავს 2000 ან ორგვარი დიფერენციაცია გვაქვს 500 ლარიანი და 2000 ლარიანი ჯამები. რაც ფაქტიურად დღევანდელ რეალობასთან შესაბამისი ვერ არის, ანუ თვითონ ამ სანქციის არსებობა ვერ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ეხლა როდესაც ხდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ხდება ლიცენზიის პირობების დარღვევა, ხშირ შემთხვევაში ლიცენზიას ურჩევნია, რომ დაჯარიმდეს 2000 ლარით, ვინემ ასე ვთქვათ შეასრულოს ეს პირობა და დროში გაწელოს. აქედან გამომდინარეულია ჩაშლა, რომ კონკრეტულად იყოს გათვალისწინებისთვის როგორი ჯარიმა იქნება, მაქსიმალური თანხა ჯარიმის შემოთავაზებული არის ჩვენის მხრიდან 10000 ლარის ოდენობით, რაც იქნება პოლიმეტალებზე, ასე ვთქვათ, ოქროზე და ფერად და შავ ლითონებზე, ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის, ხოლო რაც შეეხება ისეთი ხარისხის დარღვევას, რაც არ იწვევს გარემო ზიანის მიყენებას, ეს არის მაგალითად დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ასე ვთქვათ, ან რაღაც შეუთანხმებლობა, ამაზე დარჩება 500 ლარიანი ჯარიმა. მყარ სასარგებლო წიაღისეულზე იქნება 1000, გახდება 5000 და პოლიმეტალებზე როგორც ხარით გახდება 10000. ვფიქრობთ, რომ ამ ჯარიმის გაზდით ლიცენზიანტი უფრო დაუკვირდება გარკვეული დარღვევის თავიდან აშორებას, ასე ვთქვათ, აცილებისკენ იქნება მიმართული მისი ქმედება, ვინემ დაჯარიმებისთვის რა. ანუ 2000 ლარზე ვერ რეაგირებს სექტორი, ასე ვთქვათ, და ამიტომ არის შემოთავაზებული, რომ მოხდეს ამ ჯარიმის გაზდა. თან ეს დიფერენციაცია იდეაში სწორია, სხვადასხვა კატეგორიის დარღვევისთვის ერთი და იგივე სახის სანქციის გამოყენება არ იყოს სწორი და ეხლა არის შემოთავაზებული ეს გრადაცია, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელს შეუწყობს მონიტორინგის პრინციპი თვითონ ლიცენზიანტებსაც, ასე ვთქვათ, გამოაფხიზლებს. დიდი მადლობა. თუ გვაქვს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები არ არის, თქო დავზარდ კალბატონინო საკითხი განხილულია. დაუბრუნდეთ დღის ესე იგი გათვალისწინებულ პირველ სამრეწველო ემისიების შესახებ კანონის პროექტი კალბატონინო თანდილაშვილი წავინა. და მისგან გამომდინარე პროექტებით. მოგესალმებით, გიდგენთ სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტებს. მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომ შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით და პროექტი ეფუძნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დირექტივას, სამრეწველო ემისიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, რომელიც არეგულირებს სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირების საკითხებს. ისად სრულად გადმოტანილი და ასახული არის კანონპროექტში ამ დირექტივის მთავარი პრინციპები, მიზნად ისახავს ერთის მხრივ სამრეწველო სექტორის სრულიად ახლებს მხრივ, რა თქმა უნდა, გარემოს დაბინძურების შემცირებას, ისეთი მსხვილმასშტაბიანი სამრეწველო არის მაგალითად მეტალურგიული საქმიანობა, ქიმიური მრეწველობა და სხვა მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონს შემოაქვს სრულიად ახალი პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ საწარმოებს, რომლებიც ამოქმედდებიან 2026 წლიდან, ანუ 2026 წლიდან, ხოლო 2009 წლიდან არსებული საწარმოები ეტაპობრივად სექტორების მიხედვით ვალდებულნი იქნებიან, რომ დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორც აირში მავნე ნივთიერებების გაფრქვევები, ასევე წყლის დაბინძურება და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები. საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ მემკვიდრეობის პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, როდესაც მაგალითად საკმაოდ მოძველებულია დღეს საწარმოების ტექნოლოგიური ციკლი და ტექნოლოგიური დროს გონივრულ ვადებს და შესაბამის, ასე ვთქვათ, ინვესტიციებს საჭიროებს, სწორედ ამიტომ ამ კანონპროექტის ძალიან დეტალური და სიღრმისეული განხილვა ჩვენ გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციასთან და სწორედ მათთან, ასე ვთქვათ, კოორდინაციით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ის ვადები, რომელიც საშუალებას მოგცემთ
ჩვენ ერთის მხრივ სახელმწიფო უწყობებს და მეორეს მხრივ კერძო სექტორს, რომ გარკვეულ გონივრულ ვადებში, ასე ვთქვათ, ეტაპობრივ დაუწყონ ახალ გარემოს დაცვის სტანდარტებს და დაამკვიდრონ ის ახალი ტექნოლოგიები, რომლის მიზანიც გახსენეთ საბოლოო ჯამში არის სამრეწველო სექტორიდან დაბინძურება. კანონი ითვალისწინებს სამრეწველო სექტორში და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მაღალი რისკის საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის სისტემას, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედება, როგორც მოგახსენეთ, ახალი საწარმოებისთვის, ხოლო 2029 წლიდან ეტაპობრივად არსებული ქვეყანაში უკვე მოქმედი საწარმოებისათვის. ინტეგრირებული ნებართვა მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ინტეგრირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებთან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ და პრაქტიკაში რომ წარმოვიდგინოთ, ერთ საქმიანობას, რომელსაც ზემოქმედების შეფასება, ასევე ინტეგრირებული ნებართვა, ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული პროცედურებით არ მოუწევს ამ ინდივიდუალური ნებართვების აღება და ეს ორი პროცესი ერთმანეთთან იქნება ინტეგრირებული, საბოლოო ჯამში 120 დღიან ვადაში ორივე ნებართვას აიღებს და ყველა საჭირო ავტორიზაციის დოკუმენტს სამინისტროდან სუბიექტი, რომელიც, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული ნებართვის აღებას. მსგავსი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში. ვადები განსხვავებული გახლავთ, მაგალითად, ჩვენ მოვიკვლიეთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი და 9, 10, 12 თვე გახლავთ საშუალოდ ესეთი მსგავსი ტიპის ნებართვების აღების ვადები, არის ნიდერლანდები, სადაც 8 ნებართვა და ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით ავიღეთ დაახლოებით, ასე ვთქვათ, საშუალო ვადა იმისათვის, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესს განსაკუთრებით ბარიერები არ შეუქმნათ და ამ ყველაფერმა არ გაახანგრძლივოს ვადაში გარემოს დაცვითი ნებართვების აღების პროცედურები. რა თქმა უნდა, ნებართვის აღებისათვის დადგენილია ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები და პროცედურები, რომელსაც კანონი დეტალურად განსაზღვრავს, ასევე იმ, ასე ვთქვათ, დოკუმენტების ჩამოადგინოს დაინტერესებულმა საქმიანობის სუბიექტმა სამინისტროში და ეს, რა თქმა უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ტექნოლოგიების შესახებ შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომლის თარგმნაც ჩვენ დავიწყეთ უკვე ეტაპობრივად სექტორების მიხედვით, იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული გაიდლაინები და სახელმძღვანელო დოკუმენტები თუ რა ტიპის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ. გარდა ამისა აღნიშნავ, რომ წელს ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 6-მდე მსხვილ საწარმოს ჩაუტარდება სრულად გარემოს დაცვის აუდიტი და მიეცემა რეკომენდაციები თუ რა ტიპის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ ეტაპობრივად არსებულ საწარმოებს გულისხმობთ ბუნებრივია და რა ტიპის, ასე ვთქვათ, დამატებითი გარემოს თუ ტექნოლოგიების დანერგვა მოუწევთ სწორედ სამრეწველო ემისიების შესახებ კანონიდან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან ეს ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა იგრძნოს საწარმოებს, რომ საკმაოდ რთულად შესასრულებელი ვალდებულებები არის და ცოდნის ნაწილში საკმაოდ რთულად გასაგები არის, იმიტომ რომ ასეთი პრაქტიკა ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. ეს არის პრინციპში ძალიან მოკლედ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპების დონეზე და როგორც მოგახსენეთ, ეს ამოქმედების ვადები მიმართებით, ისევე როგორც ის გარდამავალი პერიოდი, რაც საწარმოებს უნდა დაუწესდეთ, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბიზნეს ასოციაციასთან და სექტორის წარმომადგენლებთან, რათა მათი პოზიციები მათ შორის ყოფილიყო ასახული ამ კანონპროექტში და მოკლე ვადები არ მიგვეცა კერძო სექტორისთვის. რომ გვესმის სირთულეები, რაც ამ ყველაფერს შეიძლება ახდეს თან. მადლობა. დიდი მადლობა, კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კითხვები არ გვაქვს. დავწამდეთ, საკითხი განხილულია. კომიტეტის პოზიციას იყო რაღაცა საკითხები, რომელიც ჰქონდა და მაგასთან დაკავშირებით შეგეხმიანებით და შესაბამისად დასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. დიდი მადლობა, მაშინ კენჭი უყაროთ ისე გათვალისწინებულ პირველ საკითხზე ეს გახლავთ სამრეწველო ემისიები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ. ბატონო ბეჟა, ბატონო ისკო, გმადლობთ. დღის ესე გათვალისწინებულ მეორე საკითხი გახლავთ დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ კონვენცია, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ. გმადლობთ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საკითხების შეტანის შესახებ, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ. გმადლობთ. დღის ესე გათვალისწინებულ ბოლო საკითხი გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველობის შესახებ, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა, ამით სრულებულია. მადლობთ კომიტეტის ხდომა დასრულებულია.